გაიგორა იესომ, რომ იოანე შეიპყრეს. გაერიდა და წავიდა გალილეაში და დატოვა ნაზარეთი. მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმში, ზაბულონისა და ნეფთალემის საზღვრებში. პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩავიდა. დიდხანს არ დარჩა იქ, ხედავდა, რომ ამაყი მწიგნობრები და ფარისევლები და მათ შემდგომ კი უბრალო იუდეველები ძნელად შეძლებდნენ მისი ღვთაებრივი მოძღვრების მოსმენას, ვიდრე გულმართალი გალილეველები. იმ ხანებში ჰეროდე ანტიპამ დააპატიმრა თავისი დაუძინებელი მამხილებელი იოანე წინამორბედი და საპყრობილეში ჩააგდო. როგორც იოანე უფროპირი შენიშნავს, ამ მოქმედებისკენ ჰეროდეს იუდეველთა მთავრებმა უბიძგეს, რადგან წმინდა წინასწარმეტყველი მათ დაუნდობლად ამხელდა. მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ქრისტეს წინააღმდეგაც აღსდგებოდნენ, ამიტომ უფალი განერიდა იუდეას და გალილეაში გადავიდა, რითაც გვასწავლა ის, რომ განსაცდელში არ უნდა ჩავიგდოთ თავი, თუ ეს ძალზე საჭირო არა. ამიტომ დატოვა იუდეა და წავიდა გალილეაში, ქალაქ კაპერნაუმში. სწორედ ეს ადგილი აირჩია უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის სამკვიდრებლად. აქ გადაგებდა იგი უმეტესად აქახდენდა სასწაულებს. აქვე უბრალო გალილევალ მეთევზეთაგან ინება მოციქულების გამორჩევა. გალილეაში ღვთისმსწავლება ნაკლებად იყო, რის გამოც იუდეველები გალილევლებს ეჭვით უყურებდნენ. აქ არ იყვნენ ისეთი სწავლულები და მწიგნობრები, როგორებიც იერუსალიმში და იუდეაში. სამაგიეროდ გალილეველნი ისე არ იყვნენ დაავადებულნი ყალბი წარმოდგენებით მომავალ მესიაზე, როგორც იუდეველნი, რადგან უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ისაია წინასწარმეტყველისა. ერმა, რომელიც ისხდა ბნელში, იხილა ნათელი დიდი და რომლებიც ისხდნენ ბნელსა და სიკვდილის ჭრდილში, ნათელი ამოუბრწყინდათ მათ ამიერიდან. დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა, შეინანეთ, რადგან მოახლოვებულია სასუფეველი ცადა. წმინდა იოანე უფროპირი განმარტავს, ადამიანთა მოდგმა ქრისტეს მოსვლამდე იმყოფებოდა მეტად მძიმე მდგომარეობაში. კერპთაყვანის მცემლობით მოცულმა ხალხმა არ იცოდა საით წასულიყო. ისხდა ბნელში, როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმედიც აღარ შერჩენოდა სიბნელესგან თავის დახსნისა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ქადაგებას იწყებს და მისი პირველი სიტყვები ასეთია: შეინანეთ, რადგან მოახლოვებულია სასუფეველი ცადა. შემდგომაც ხშირად საუბრობს მაცხოვარი თავის ქადაგებებში ღვთის სასუფეველის შესახებ და მოუწოდებს მსმენელებს მასში დამკვიდრებას. უნდა შევიმეცნოთ თუ რა არის სასუფეველი ღვთისა, რომლის შესახებაც მაცხოვარმა ქადაგება დაიწყო. როგორ შეიძლება ცათა სასუფეველის მოპოვება და რა უნდა ვაკეთოთ, რათა ღირსი გავხდეთ სასუფეველში შესვლის. ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღვთისა იქნება მხოლოდ მეორედ მოსვლის შემდეგ. მაშინ მაცხოვარი ხომ არ იტყო და მოახლოვებული არის სასუფეველი ცადა და არ მოუწოდებდა ხალხს, რომ მიიღო და შესულიყო მასში. არა, საყვარელო ძმებო, სასუფეველი ცადა იწყება ამ ქვეყნად, ადამიანთა შორის. ის არის შინაგანი მდგომარეობა ქრისტიანისა, როდესაც ადამიანი სახარებისეულ ცნებებს დაუმორჩილებს თავის გულს, ქრისტეს სწავლების მიხედვით ცხოვრობს, როგორც მოციქულმა პავლემ განგვიმარტა. სასუფეველი ღვთისა სასმელ საჭმელი კი არა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდით. ადამიანის სულიერი თვისებები, როგორიცაა აზროვნება, განზრახვა, ნებელობა, მიდრეკილება, სიყვარული ან სიძულვილი, ხიარულება და მწუხარება, ყველაფერი ის, რასაც მისი გული გრძნობს, არის უხილავი შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა. მოძრაობა, მოქმედება, სიტყვის თქმა არის გამოხატულება შინაგანი მდგომარეობისა. რადგან ყველა მოქმედება ადამიანისა ისეთია, როგორი სულიერი მდგომარეობაც მას აქვს. იმას აკეთებს და განახორციელებს, რაც მის გულსა და გონებას წადია. როდესაც მაცხოვარი ამბობს, მოახლოვებული არის სასუფეველი ცადა, მიიღეთ და შედით ღვთის სასუფეველში, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და გონება ღვთის სწავლებას დაუმორჩილოთ, რათა ჩვენი სული ღვთის მცნებებით საზრდოობდეს. აზროვნება, სურვილები, მიდრეკილებები ღვთის სიტყვას ემორჩილებოდეს. მაშინ ჩვენი მოქმედებაც იქნება ღვთისნიერი, მაშინ მთელი არსებით შევალ ღვთის სასუფეველში. ზოგიერთი მეტყვის მეც მინდა ღვთის სასუფეველის მკვიდრი ვიყო. ვინ არ ისურვებს ამას, მაგრამ ცოდვა და უძლურება ჩემი არ მიშვებს. ამსოფლიური ზრუნვა და ხორციელი ვნებები მაჩერებს. ეს ყოველივე იცოდა მაცხოვარმა და ამიტომ თქვა, შეინანეთ, რადგან მოახლოვებულია სასუფეველი ცადა. არის ერთი ქმედება, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ადამიანს შევიდეს ღვთის სასუფეველში. ეს სინანულია. როგორ უნდა ინანიებდეს ადამიანი საკუთარ ცოდვებს, ამას ცოდვილი დედაკაცის მაგალითი გვასწავლის. როდესაც იესო ქრისტე სიმეონ ფარისეველის სახლში იმყოფებოდა, დაუფარავად მეძავი დედაკაცი დავარდა მის ფერხდით, ცრემლით დაულბო კიდურები და
თავისივე თმებით შეუმშრალა. იგი ხმას არ იღებდა, მხოლოდ ოხრა და ცრემლი აჩვენებდა, თუ რამდენად იყო დამძიმებული მისი სული და სინდისი. რამდენად სწვენოდა მას თავისი ცოდვისა და უღირსების გამო, მდუღარე გულითა და სასოებით გამოითხოვდა ღვთისგან შენდობას. აი ასე უნდა ნანობდა შენც. ასე უნდა ხრწვენოდეს და წუხდე შენი ცოდვებისა და უღირსების გამო, თუ გინდა მოიპოვო სასუფეველი ცად. სასუფეველი ცად ემსგავსება მდიდარ და წარჩინებულ ქალაქს, რომლის მოქალაქენით შესაბამისად შეძლებულნი და წარმატებულნი არიან. შეუძლია გაერიოს მათში ღატაკი ადამიანი და მიიღოს ის პატივი იმ ხალხთან ერთად, თუ კი არ შეიძინეს ის სიმდიდრეს. ამის მსგავსად, თუ ქრისტიანმა არ შეიძინა სულიერი სიმდიდრე, სათნოებანი, ვერ შეირაცხება ცათა სასუფევლის მოქალაქედ. ახლა დაუკვირდი შენს თავს და იფიქრე, შესულ ხარ ცათა სასუფეველში. მიგიღია მოქალაქეობა სულიერი სუფევისა. თუ აქამდე ღარიბი ხარ სულით და ვერ შერაცხე შენი თავი ზეციერ მოქალაქეთა შორის. დიდი ხანია შენი გულის კართან რეკენ ზარები ზეციური სასუფეველისა. მათი მიზანი შენს გულში შეღწევა. იტყვი ალბათ, მე ქრისტიანი ვარ და ნათელი მიმეღია. მე მწამს სახარება დავდივარ ეკლესიაში და ვეზიარები. ყოველივე ძალიან კარგია. მაგის გარეშე ვერ შევა ადამიანი ღვთის სასუფეველში. მაგრამ განა შეიძლება ადამიანი ყოველივე ამას აღასრულებდეს და მაინც არ იყოს ცათა სასუფეველის მოქალაქე. შეიძლება თუ მისი გული დამორჩილებულია ცოდვას, უფალზე მეტად უყვარს სოფლის ამავე დიდია და სანადრელი სახელი, რომელიც გვიწოდა ჩვენ ღმერთმა, რომ ვიყოთ მოქალაქენი ზეციური იერუსალიმისა. გვიხაროდეს ყოველთა, რადგან ღმერთმა ჩვენ ქრისტიანებს მოგცა მოქალაქეობა თავისი სასუფევლისა. ამასთანავე ფხიზლად ვიყოთ, რათა უღირსი ცხოვრების გამო არ დავკარგო ეს უმაღლესი ღირსება და პატივი. ამინ.